სალამი მეგობრებო, მოგესალმებით. გადავწყვიტე ჩამეწერა საინფორმაციო ვიდეო და ალბათ ხშირად ჩავწერ მსგავს ვიდეოებს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გამაჩნია. ისედაც თითოეულ ჩემს ვიდეოში ვცდილობ მაქსიმალურად გავაზიარო ის გამოცდილება, რაც გამაჩნია, ის გამოყენებული აღჭურვილობა, სადავეები და ასე შემდეგ. კონკრეტულად ახსნა როგორ თევზავ და რით ვთევზავ. ამ კონკრეტულ ვიდეოში სურვილი მაქვს გაჩვენოთ საქარიკლაპიეს სადავის მომზადება. სადავე არის ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან სანდო. ამისთვის რა დაგვჭირდება? დაგვჭირდება ფლუროკარბონის ძუა, ეს. ხო, ხაზი მინდა გავსვა, რატო მაინც და მაინც ფლუროკარბონი საქარიკლაპიეთ და არა სხვა სახის სადავე, მაგალითად ტიტანი ან თუნდაც მეტალი. ჩემი გადმოსახედიდან ფლუროკარბონის სადავეზე უფრო ხშირი ჩარტყმები, ანუ თევზი მაგას მაინც ვერ ხედავს და უფრო ხშირი ჩარტყმებია და მეტი შანსი გაქვთ დაიჭიროთ თქვენი სასურველი თევზი, ვიდრე მაგალითად იგივე მეტალის ან ტიტანის სადავეზე, რომელიც წყალში ჩანს. მე ახლა გაჩვენებ, როგორ შეიძლება ფლუროკარბონის ძუის გამოყენებით გავაკეთოთ ძალიან ელემენტარული სადავე, რომელიც გამოიყენება საქარიკლაპიეს სათევზაოდ. ხო, დაგვჭირდება ეს სისქე გვაქვს 0,55 მმ. ქარიკლაპიაზე სათევზაოდ მე ვფიქრობ საჭიროა 0,50-დან 0,60-მდე ზომის ფლუროკარბონი. ახლა მე საშუალო მაქვს 0,55, სავსედ საკმარისია, ამით ვთევზავ წლებია და რავი, ერთი ჩაწყვეტა მქონია. ასე რომ პრობლემა არ შემქმნია. დავიწყოთ. დაგვჭირდება რვიანა კარაბინი, ეს. რას ვაკეთებ ჩვენ? პირველად ჩვენი ფლუროკარბონი უნდა გადავაბოთ ჩვენ რვიან კარაბინზე. ვუკეთებთ ჩვეულებრივ კვანძს, ესე გავუყაროთ. ჩვეულებრივ ელემენტარული კვანძი. ესე. ხო, ეხლა რას ვაკეთებ ჩვენ? ავიღოთ ეს წვერი, აი ესე ჩამოვწიოთ და გაკეთდა ესეთი რგოლი. ამ წვერს აი ესე უკნიდან მოვატრიალებ და გავუყრით ამ რგოლში. აი ესე. ეხლა ამას გავასწორებთ. აი ესეთი რვიანა გამოდის, შეხედეთ? ეხლა ამას ესე გავწელავ, გავასწორებ. დავიჭერ კარაბინს და ავიღებ აი ამ ძირითად ფლუროკარბონს. დავიწყებ გამოკაჩვას. ეხლა იქამდე უნდა გამოვკაჩვო, გავიგებ მიკროკლიკის ხმას, აი ესე დააწკაპუნებს. შეხედეთ? ხო, გამოვკაჩო. ჩაჯდა. მორჩა. კვანძი გაკეთებულია. ესე გამოიყურება. ამის წყვეტის შანსი არის 1%. ეს 1%-იც რომ მოვაშოროთ, რას ვაკეთებთ? ზედმეტობას მოვაჭრი, დავტოვებ სადაც 2 მმ-ს. ესე. და ამ დაბოლოებას მივწვალ ჩვენი სანთებით. ესე გამოვიდა. გამორიცხულია ამ კვანძის დაშლა, წყვეტა, ამ მსგავსი რამ. ვაგრძელებთ. ეხლა რას ვაკეთებთ აქ? ავიღოთ საკმარისი სიგრძე, ჩვენ შემთხვევაში 25 სანტიმეტრს ვიღებ ხოლმე, 25-30, აი ესე. ამას ეხლა მოვკვეთავ. ესე. რას ვაკეთებთ აქ? ალბათ მაღაზიაში შეხვედრიათ უკვე მზა ფლუროკარბონის სადავეები და ყველას თითქმის აქ დაბოლოება აქვს. დაბოლოებაში აქვს ესეთი კვანძი გაკეთებული. აქ კემბრიკი არის ან წნულით არის ესე დახოვილი, ერთი სიტყვით აი ესეთი კვანძი აქვს ყველა სადავეს.
ამ კვანძის მინუსი არის ის, რომ ჩვენ ქარიკლაპიაზე მაინც თევზაობ ბალახიან ადგილებში და მერწმუნეთ, რომ აქ ყოველთვის დაგროვდება თქვენი ბალახი ან სხვა წყლის მცენარე და მოგიწევს ამის გასუფთავება ყოველ ჩაგდების დროს. არა პრაქტიკულია თან უშნოდ გამოიყურება. ჩემ შემთხვევაში ვაკეთებ ესეთ რამეს. ამ წვერს ესე მივწვავ და ვუკეთებ სოკოს თავს. შეხედეთ? თავი გამოვიდა. ხედავთ? ახლა კითხვა ჩდება, როგორ დავაბათ ახლა ჩვენი წნული აი ამ თავზე. ძალიან მარტივად. ვიღებთ ჩვენ წნულს. ნებისმიერი წნული ახლა ამ შემთხვევაში ესეთი მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა. ავიღოთ ჩვენი წნული. აი ესე დავკეცოთ. აი. მივადოთ ჩვენ ფლუოროკარბონზე, აი ესე. მივადეთ. ესე. და ვიწყებთ გადახვევას. ფლუოროკარბონზე 1 2 3 4 5 6 7 აი დავახვიეთ ეხლა ეს ფლუოროკარბონის თავი გავუყაროთ დარჩენილ წნულის თავში აი გავუყარეთ ხო შეხედეთ აი ახლა გამოვკაჩოთ ისე კვანძი იქნება ესე გამოიყურება ახლა ამ ადგილს დავასველებ მარტივად გადავიდეს და გამოვკაჩოთ და მივიტანოთ თავამდე წვერა ფლუოროკარბონის თავამდე ეს ჰოპ და კარგად გავკაჩოთ ზედმეტი მოვაჭროთ ესე მორჩა აი როგორი კვანძი გამოვიდა გადაბმა უფრო სწორედ ფლუოროკარბონის და წნულის შორის იდეალური არც ბალახი გაიჭედება აქ და არც არანაირ ხელს არ შეგისვლის შეიძლება ჯოხის რგოლებშიც კი გავატაროთ ჩვეულებრივად აი იდეალური ამის წყვეტა უშანსოა მაგას ვერ გაწყვიტა ვერანაირად შეიძლება წნული გაგვიწდეს მაგრამ ეს კვანძი არა აი როგორი პრაქტიკული სწრაფი სადავე გამოგვივიდა და რაც თავარია სანდო და მიუჩნეველი ქარიკლაპიისთვის იდეალური ახლა კითხვა ჩდება კაი დავამთავრეთ თევზაობა უნდა დავშალოთ ჩემი ჯოხი ჩემი კოჭა რას უკეთებთ ახლა ამ სადავეს რა თქმა უნდა წნულს მოვკვეთავთ ესე და შევეცადოთ მაქსიმალურად ახლოს აი აქ თავამდე, იმიტომ რომ ამას ჩვენ ვერ დავშლით ვერანაირად. всё, ეს ქვასავითა. აქედან მოვაჭრით ესე. გავუკეთოთ ისე თავი, ახალი. აი. მორჩა. იგივე სადავე მზად არის მომდევნო თევზაობისთვის. ძალიან მარტივად. მერწმუნეთ ამ სადავის გაკეთებით დავიწყებთ სხვა სადავეების გამოყენება. ძალიან სწრაფად, ახლა მე ვიდეოს რო ვიწერდი თანხსნიდი, ამიტომ გამეწელა, ამ სადავის გაკეთება შემიძლია რამ 30 წამში, 40 წამში. იმედია მოგეწონათ ჩემი მოგონილი სადავე ეს არ არის, მაგრამ მაქვს რაღაც წვრილმანები დამატებული, ამიტომ ვთვლი რომ ჩემი სადავეა. გამოიყენეთ და მერწმუნეთ დარჩებით მაყოფილნი. ეს იყო და ეს. შევეცდები კიდე რამე სხვა საინფორმაციო ვიდეოების დადება, ჩაწერვა, რათა გავაზიარო ჩემი გამოცდილება. მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგ მომდევნო თევზაობაზე ან სხვა ინფორმაციულ ვიდეოში. ბაბა კარგად.